მონღოლები იყენებდნენ ყველა სახის გენიალურ საბრძოლო მანქანას. კატაპულტებიდან დაწყებული გიგანტური, ჯვარპატარა არბალეტებით გაგრძელებული. ისინი საალყო ტაქტიკების ოსტატები იყვნენ და ჩინელი სამხედრო ინჟინრები დაუქირავებიათ თავისი მანქანების შესაქმნელად. ამ მე-11 საუკუნის ჩინური სახელმძღვანელო საზღვრში ჯასტინ მას აღმოუჩენია უჩვეულო იარაღი. ეს არის სამმაგი არბალეტი. დიდი სამმაგი არბალეტი. საინტერესო მოწყობილობით ორი არბალეტი განლაგებულია წინა ნაწილში და აი რა, ერთი რაც არის უცნაური, ერთ-ერთი არბალეტი უკანა მხარესაა და უკუღმაა მიმართული. მოცემულ მონაკვეთში ნახსენებია ტერმინი შენჯოუ, ანუ რობინის ღერძი. კი, ძირითადია სწორედ ჭოჭონაკი, ეს არის ამ კონსტრუქციის მთავარი ნაწილი, რომელიც სისტემას ამუშავებს. წინა ორი არბალეტი ერთმანეთთან უბრალოდ თოკებითაა დაკავშირებული, თუმცა უკანა არბალეტი უკანა მიმართულებითაა მიმართული. წინა ორი არბალეტი სტანდარტულად წინ არის გაწყვდილი, უკანა არბალეტი კი უკავშირდება წინა ორს, ერთი თოკით, რომელიც გადის ორ ჭოჭონაკზე. ეს ჭოჭონაკთა სისტემა საშუალებას იძლევა სამივე არბალეტის ენერგია ერთდროულად გადაეცეს ნასროლს წინ. ახლა უკვე ეს ჭოჭონაკები ლოგიკურად გამოიყურება. ისინი აბრუნებენ მიმართულებას უკანა მხარეს. არსებობს დაჭიმვის მექანიზმი, რომელსაც ვინდლასი ჰქვია. ის აჭიმავს არბალეტის თოქს თავდაპირველ მდგომარეობაში. ეგრეთ დაინახოთ დაჭიმულობა, როგორ ეკაჩება უკანა არბალეტს უკუღმა. ამ მოწყობილობის არსებითი ნაწილია უკუღმა მიმართული არბალეტი. ეს უნიკალური დეტალი სისტემას ანიჭებს უზარმაზარ დაჭიმულობას, რაც მას უზარმაზარი ისრების გასროლის შესაძლებლობას აძლევს. დაჭიმვა მართლაც ძლიერია. ნასროლი ის არის, იძლევა შთამბეჭდავ დარტყმას. მიზანს მოხვედრილია და ერთდროულად გაუარა სამ ფიცარს. პირველ ცდაზე გუნდი გადაწყვეტს გაართულოს ტესტი. დავამატოთ სირთულე, ძალიან საინტერესოა. მოდი ვნახოთ, მართლა თუ შეუძლია მეოთხე ფიცარში ხვრელის გაჭრა. ატარა სამივე ფიცარი და მეოთხე მცირე ხვრელით გაჭრა გვერდიდან. ბრძოლის დროს მსგავსი იარაღები შესაძლოა გამოიყენებოდა ფარების გასახვრეტად, მაგრამ ეს მუხის მძიმე კასრი უფრო დიდი გამოწვევაა. მივიღეთ, სრული გარღვევა. შემოწმეთ. ბევრი სითხე გადმოედინება, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ამას გაჭრიდა. ეს მართლაც შთამბეჭდავია. მართლა ძალზე დიდი ენერგია გამოიყენა. ნახეთ, რა სისქეა? და ეს მყარი ხეა. არავითარი მუყაო ან ბადე არაა. ეს საოცარია. მონღოლებმა თავიანთი მტრით ცოდნისა და უნარების ათვისებით შეძლეს ომების მოგება და უზარმაზარი ტერიტორიების კონტროლი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმაში, რომ მათ შეძლეს შეექმნათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია.